რატომ აღიარა ისრაელმა სწორედ ახლა სომალილენდი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო? 30 წელზე მეტია ეს აფრიკული ტერიტორია საერთაშორისო აღიარების ძიებაშია. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას ახორციელებს და არასტაბილურ რეგიონში უპრეცედენტო ხარისხის მშვიდობის შენარჩუნებას ახერხებს, გაეროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია მისი დამოუკიდებლობა. თუმცა ეს რეალობა 2025 წლის 26 დეკემბერს შეიცვალა. თუ კი ამ ვიდეოს უყურებთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ჩემი არხი გამოიწერო, ეს ვიდეო მოიწონო და შენი აზრი კომენტარების სახით დამიტოვო. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ვიდეოების სპონსორია შენსანდო ხელოსანი, შენსანდო ავეჯი და კანონმენი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენჟამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სომალილენდთან იწყებს დიპლომატიურ ურთიერთობებს. აღნიშნული სიახლე სომალილენდის ლიდერს შეატყობინეს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით. რატომ გადადგა ისრაელმა მსგავსი ნაბიჯი? რატომ მოიქცა ახლა და ამ ფორმით? რა ინტერესი აქვს ისრაელს სომალილენდთან დაკავშირებით? საერთაშორისო ურთიერთობებისთვის უპირველესი ნაბიჯია აღიარება. ეს ნიშნავს იმას, რომ ესა თუ ის სახელმწიფო აღიარებს სხვას თავის სწორად მსოფლიო გლობალურ წესრიგში. ქვეყნებში იხსნება საკონსულოების საელჩოები უფრო ღრმა და შინაარსობრივი დიპლომატიური თუ სხვა სახის ურთიერთობების დასამყარებლად. ქვეყნის აღიარება არ აღიარება თითოეული ქვეყნის ექსკლუზიური უფლებაა და სახელმწიფოები მსგავს საკითხებს დამოუკიდებლად წყვეტენ. განსაკუთრებით სენსიტიურია, როცა ამა თუ იმ ტერიტორიას ან ხალხს აქვს დაბრკოლებები, დაპირისპირება და აღიარების პრობლემა საერთაშორისო ასპარეზზე. ასეთ დროს აღიარება არ ნიშნავს მხოლოდ ფორმალურ არსებობის დადასტურებას, არამედ მკვეთრად გამოხატავს პოლიტიკურ ნაბიჯს, ინტერესსა თუ პოზიციონირებას. სომალილენდი მდებარეობს აფრიკის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში. ესაზღვრება ჯიბუტის, ეთიოპიასა და სომალის. ასევე ესაზღვრება ადენის ყურესა და წითელ ზღვას. მოსახლეობის რაოდენობა 5 მილიონს შეადგენს. სომალილენდის თანამედროვე პოლიტიკური ისტორია დაიწყო ბრიტანეთის კოლონიად ყოფნისას. დღევანდელი სომალია იყო იტალიის კოლონია, ხოლო სომალილენდი ბრიტანეთის. 1960 წელს სომალილენდმა და სხვა აფრიკულმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, თუმცა რამდენიმე დღეში იტალიის კოლონიის სომალიმ დაიკავა სომალილენდის ტერიტორიაც და დამოუკიდებლობაც გაქრა. ჩამოყალიბდა სომალის რესპუბლიკა. ქვეყანა ფორმალურად იყო ერთიანი, თუმცა ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები სამხრეთ ნაწილში ვითარდებოდა და წყდებოდა. ჩრდილოეთით მყოფი ხალხი წლების განმავლობაში განიცდიდნენ დევნასა და რეპრესიებს. ეს გაგრძელდა 91 წლამდე. ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირება, რა დროსაც სომალილენდმა კვლავ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე სომალილენდი ცდილობს სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. სომალი იძირებოდა ქაოსში, თუმცა სომალილენდი აგრძელებდა საკუთარი სახელმწიფოსა თუ ინსტიტუტების მშენებლობას. ატარებს რეგულარულად არჩევნებს, აყალიბებს არმიას, თავისი ვალუტა აქვს და ასე შემდეგ. მიუხედავად პროგრესისა, სომალილენდი ვერ ახერხებს მსოფლიო აღიარების მოპოვებას. მას აქვს არაფორმალური კონტაქტები და ურთიერთობა ქვეყნებთან, თუმცა აღიარებამდე საქმე ჯერ არ მისულა. ეთიოპიასაც და გაერთიანებულ არაბთა ემირატებსაც სურდათ და ჰქონდათ ინტერესი ემუშავოთ სომალილენდის პორტებზე, თუმცა არც მათი მხრიდან მოხერხდა აღიარების მიღება. აგრეთვე ტრამპის გარემოცვიდანაც ითქვა, რომ აღიარებაზე საუბარი შეიძლებოდა, თუმცა ჯერ ნაბიჯი არ გადადგმულა. მხოლოდ 2020 წელს გამოჩნდა იმედის სხივი, როცა ტაივანსა და სომალილენდს შორის გაფორმდა შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ. ამ ფონზე, ამ სიტუაციების გათვალისწინებით, ისრაელის გადაწყვეტილება მართლაც გაოცებასა და ერთგვარ შოკს იწვევს. გარდა იმისა, რომ ისრაელმა სომალილენდის დამოუკიდებლობა აღიარა და დიპლომატიური ურთიერთობებს ჩაესხმევა საფუძველი, თანამშრომლობა ეხება ეკონომიკურ და თავდაცვით საკითხებსაც. სომალილენდში ამ ამბავს ზეიმი მოჰყვა, თუმცა დანარჩენ მსოფლიოში დაგმეც და მხარი დაუჭირეს სომალის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს მოსალოდნელიც იყო. აფრიკის გაერთიანებამაც და არაბულმა ქვეყნებმაც ერთხმად დაგმეს ისრაელის ქმედება, რაც ასევე მოსალოდნელი იყო. ისრაელის გადაწყვეტილებას მოყვება კითხვები. პირველ რიგში, რატომ გადადგა ისრაელმა ასეთი საკამათო ნაბიჯი? უპირველესი ახსნა არის სტრატეგიული გეოგრაფია. სომალილენდი ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან მდებარეობს, რომელიც აკავშირებს წითელ ზღვას ინდოეთის ოკეანესთან. მსოფლიო ვაჭრობის მნიშვნელოვნად დიდი ნაწილი დაახლოებით 12% სწორედ ამ გზას გადის და ამ სრუტეს იყენებს, თუმცა ამ ადგილს ბოლო წლებია უსაფრთხო მარშრუტი აღარ ეთქმის ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების გამო, რომლებიც ბომბავდნენ სავაჭრო გემებს, მათ შორის ებრაულ გემებსაც. ისრაელისთვის ამ ტერიტორიას შეუფასებლად დიდი მნიშვნელობა აქვს. სომალილენდს სთავაზობს თავდაცვას, პროგრესს და სანაცვლოდ ამ ტერიტორიაზე საკუთარი გავლენის გაზრდას სურს. ისრაელი შეძლებს ამ მარშრუტის კონტროლს და უფრო ახლოს იქნება ირანის მორიგ სატელიტ
ძალასთან იემენელ ჰუსიტებთან. გარდა ამისა, ისრაელისთვის მნიშვნელოვანია მორიგი ეკონომიკური თუ სამხედრო ბაზრის და ბაზის გახსნა. ისრაელი ბოლო წლებია ამყარებს ახალ ურთიერთობებს არაბულ და მუსლიმურ ქვეყნებთან და სომალილენდიც უკვე ერთ-ერთია მათ შორის. ლინკოლნის აკორდის მიზანი სწორედ ეს არის. სომალიმ კი ისრაელის აღიარების საპასუხოდ შესთავაზა სომალილენდის ტერიტორიაზე დასახლება, თუ კი ისრაელი საკუთარი ბაზის მშენებლობას დააპირებს, თუმცა ორივე ის სიახლე სომალილენდის პრეზიდენტმა უარყო. მეორე კითხვა, იყო კი სომალილენდის დამოუკიდებლობის აღიარება საჭირო ამ მიზნების მისაღწევად? შეძლებდა კი აღიარების გარეშე ყველა დასახული მიზნის მიღწევას ისრაელი? სავარაუდოდ კი, მას რატომ გახდა აღიარება საჭირო? აღიარებით ისრაელმა დაადასტურა დიდი ხნის ინტერესი, რომელიც აგრძელდება წლები და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა არ იქნება არაფორმალურ საკითხებზე დამოკიდებული და დაფუძნებული, არამედ ფორმალურსა და ცხადზე. ეს სომალილენდისთვისაც მნიშვნელოვანია. ისრაელის ამ ნაბიჯის ფონზე სომალიც ცდილობს და იყენებს ყველა შესაძლო ხერხს, რომ ისრაელი აიძულოს წაიღოს უკან სომალილენდის აღიარება. შეძლებს, ჩემი აზრით, ნულია ამის შანსი. სომალის შეუძლია გააპროტესტოს სხვა ქვეყნებსაც, რომ ისრაელის აიძულონ, თუმცა ეს მექანიზმი ასე არ მუშაობს, განსაკუთრებით ისრაელის შემთხვევაში. ისრაელმა წინასწარ გათვალა შესაძლო რეაქცია, მაგალითად, ის ქვეყნები, ვინც ამით ისრაელის მიმართ ბრაზს გამოხატავდნენ, ისედაც მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ. შესაბამისად, მათთვის ამ ნაბიჯით არაფერი შეცვლიდა. ძალიან მცირე ზიანს თუ მიიღებდნენ დიპლომატიურ სტორიმ, ეგეც უმნიშვნელოს. საინტერესოა, სხვა ქვეყნების ცნობენ სომალილენდს როგორც დამოუკიდებლობის სახელმწიფოს თუ იზოლაციაში მოუწევს ქვეყანას დარჩენა. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება აღიარება, ისრაელი იქნება ერთადერთი, ვინც აღიარებს და ბევრ საერთაშორისო ბენეფიტთან ერთად სომალილენდი დაკარგავს შანსს, რომ დიდ ასპარეზზე გამოვიდეს. თუმცა, თუ აღიარეს, მაშინ მისი რეალობა სასახად შეიცვლება. უმეტესად აშშ-ზეა ბევრი რამ დამოკიდებული და ბევრი ისრაელის ნაბიჯს ხედავს როგორც აშშ-თვის ნიადაგის მომზადებას. ტრამპი ამ ეტაპზე პოზიციას არ იცვლის. შესაძლოა იმის გამოც, რომ არ სურს აფრიკულ ქვეყნებთან და არაბულ სამყაროსთან რაიმე სახის დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი. ღიად არ ეთანხმება ისრაელის დიპლომატიურ ნაბიჯს, თუმცა აძლევს სრულ თავისუფლებას. ყველაზე პროგნოზირებადი გაგრძელება, რომ აშშ-მ შეხედავს ისრაელს, რა შედეგს მიიღებს, ღირდა ეს ნაბიჯი თუ არა და ამის შემდეგ გადადგამს ნაბიჯს ან თავს შეიკავებს. ისრაელის მიერ სომალილენდის აღიარება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მსოფლიოში არსებული წესები იცვლება. ყველა რუკაზე წარსულის იქნება თუ აწმყოსი არსებობს სომალი და არა სომალილენდი, თუმცა ეს არსებობა მუდამ პირობითი იყო. ორივე ამ მიწაზე ცხოვრობს სხვადასხვა ხალხი, განსხვავებული კულტურითა და მმართველობის სისტემით. უნდა ითქვას ისიც, რომ ეთიოპიას ერთი ნაბიჯი აშორებდა სომალილენდის აღიარებისგან 2024 წელს, თუმცა ეს ოპერაცია ჩაიშალა. ეთიოპიისთვის მნიშვნელოვანია ზღვაზე გასვლა, რაც აღიარების საპირწონედ უნდა მიიღო, თუმცა ეთიოპიამ ვერ გაუძლო გაერთიანებული აფრიკისა და არაბული ქვეყნების ზეწოლას, განსხვავებით ისრაელისგან. ეს ზეწოლა ისრაელისთვის დიდად არაფერს ნიშნავდა. ისრაელი განაგრძობს თავისი პოლიტიკის გატარებას უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხოლო დანარჩენი სამყარო კი უყურებს ისრაელს, როგორ იცავს თავს ყველგან და ყოველთვის.